დიდი სიხარულია სკოლა ჩვენთვის. ჩვენ ყავს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქალის სიმბოლო, ქართველი ქალი, რომელიც აღიარა მთელმა მსოფლიომ და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა თუ ვისკენაა სიმართლე. და მე მგონი ეს არის მთელმა მსოფლიომ დე-ფაქტო ხელისუფლებას უთხრა, რომ გაანთავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული ადამიანები. ნუტანჯავთ ახალგაზრდებს, ყველა ჟურნალისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ციხეში. მოდით გუნს შემოbrindით განვითარებული მსოფლიოსკენ სახე და საქართველოს უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ჩვენ თულად არ უბრძოლია ჩვენს წინაპრებს და ჩვენ ბოლო 30 წელია იმისათვის რომ დღეს აი ამ დღეში ვიყოთ, რასაც საითქედით და არ უნდა მოხდეს ის, რომ ჩვენ ქვეყანას კიდევ მორიგი რკინის ფარდა ჩამოაფარონ. თავისუფლება მზე ამაღლობას კიდევ. დავით, ბოლო კითხვას დაგისვამ, ვისარგებლებ, რადგან ხარ ჩვენს ეთერში, ძალიან მიხარია, ამას არ დავმალავ. როგორ ფიქრობ, ეს ხვებისთვის რა სიგნალია? იგივე საქართველოს ხელისუფლებისთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ამ პროცესში აღარ მინდა ეხა ესია ჩამოვთვალო და გავაგრძელო, ვიცით კონკრეტულად რაზეც არის საუბარი. უპრეცედენტო ამბავი მოხდა, ქართველმა ჟურნალისტმა მიიღო სახაროვის პრემია და რისთვის ხო აქ საუბარია იმაზე, რომ ამას ის ადამიანები იღებენ, ვინც თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანის უფლებების და აზრის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში. და ისინი არიან ტონის მიმცემები ამ პროცესში და მაგალითების ხვებისთვის. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლია, უნდა იყოს თუ არა ეს ძალიან სერიოზული სიგნალი ამგვარი პრემიის მიცემა მზიასთვის. ეს პირველ რიგში არის შემოძახება საქართველოს მოქალაქეებისათვის, ნამდვილი პატრიოტებისათვის, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ვისაც უნდა რომ მისი ქვეყანა წინ წავიდეს და ეს მათთვის როგორ გიხარ, თუ შემოძახილია, ხარზე ხელი შემოკრარი, რომ ჩვენ მთელი მსოფლიო თქვენს გვერდით ავართ, იბრძოლეთ თავისუფლებისათვის, ბრძოლას აზრი აქვს. და ეს ასევე მგონია რომ კიდევ ერთხელ როგორია წარმოაჩენს იმ მოვლენებს და ბრძოლას რაც დღეს საქართველოში ხდება და გაზრდის საერთაშორისო ზეწოლას და თავისუფლებისათვის სვლას ალტერნატივა არ აქვს. დიდი მადლობა. თავისუფლება მზე ამაღლობას და ყველა უსამართლო დატყვევებს. დიდი მადლობა.